არც მერტი არ და იყოს ილოცა ზევანდელ შესაძლებლობას მეთმაინებს რომ ჩვენი სულიერი ამაღლებაც აკურთხოს ამისათვის საჭირო არის ჩვენი შეუვალებელი სიყვარული ღვთისადმი მისი მცნებების ძალისეულ ჩვენისა მიდევნება დაცვა და რაც თავარია თავდაბლობით უსაფრთხოება ღვთისა და მოყვასისა ერისა დღეს სამსარის სახარებაა განზრახული მისა მიმართ სულიც მინდა და აკურთხა რომ წადით და მოემუშავეთ ყოველი ქვეყანა დიდი და პატარა და გადაგებდით აი ამ ნიჭით სულის მადლით თითოეულ ჩვენთაგანზე არის ნათქვამი იმის მიუხედავად ჩვენ გრძნობთ თუ ვერა რა მადლის სულისა წმინდისა გვაქვს და მიგებია ვართ რა ქრისტიანები მართლმადიდებლები თითოეულ ჩვენთაგანის ვალი და ვალდებულება უფლის აი ამ ნათქვამის გამოისობით რომ წადით და მოიმუშავეთ ყოველი ქვეყანა ჩვენი ვალდებულება არის ასევე კეთილგზაური ქრისტიანული ცხოვრებით სხვა ადამიანებს ვინც ჩვენ შემოვარიან ვაფიქრებინოთ და ბოლოს ვათქვებინოთ რომ ეს ქრისტიანები მართლმადიდებლები როგორი კარგი ადამიანები არიან ზნეკეთილები ამისი ერთი დიდი მაგალითი გვაქვს ჩვენი ეკლესიის ისტორიიდან როდესაც აღოთმილები რაჟნენ პირველ მოწამედ მოდიან საქართველოში და მიუხედავად იმისა რომ ქვეყანა დაყოლებულია დაქორწინებულია მტერი მართავს გავლენას ქართველებს არ დაუგარგიათ თავისი ღირსება ზნეობა რომელიც აღმოცენებული არის და იყო იმ დროს და ეხლაც ესე იქნება ქვეყნის სასასრულოზე ქრისტეს ცნებების ძირზე საფუძველზე და აი ადამიანები სხვა ჯულის და სხვა აღსარებლობის ადამიანი ხდება რა საქართველოში და უყურებს ამ ადამიანებს ჩვენ სინამდვილეს მიუხედავად იმ დიდი გასაჭირისა და განსაცდელისა ქრისტეს ცნებებით უწყობენ თუმცა იქაც არ არის პერიოდი რომ სულთლიანად კარგებია სულთლიანად ცუდები მერტმა ეს ასე აკურთხა ადამიანთა ხორბა კეთილის გვერდით ბოროტია და ბოროტი ვერ ჯამებს კეთილი მაინც ყოველთვის იმარჯვებს და ერთმა დიდმა პოეტმა საოცრად თქვა თავის ლექსში ღერძელი იყო სიცოცხლე შენი პასტება რო არა განსაცდელების სიკეთეს და ღვთის მადლს ვერ შევიცნობ და ვერ გავიგებდით განსაცდელებით მერტი ვასალს თუ როგორი არის სულიერი ცხოვრება ვინც რა თქმა უნდა ყველა განსაცდელს ყოველგვარ განსაცდელს მადლობით იღებს მადლიერებით როგორც მიწუხული ამბობს ყოველთვის ყველაფრისათვის მადლობით ღმერთს ვინც აი ამ განსაცდელებს იღებს თანდაყოლ და ესეთი რისხვისა და პანიკის გარეშე მაშინ მასთან სულიც მოდის და როცა ადამიანს გონია რომ ყველაფერი დამთავრდა აღარანაირი შეცდომა არ არის ღმერთსაც კი დაავიწყდა ესე უგულურებით ფიქრობს აი ზუსტად მაშინ ძალა ღვთისა გამოჩნდება და აი მოხდება სასწაული ენი გამოუთქმელი და ისეთი რომელიც ჯერ არც ყურს გაუგონია და არც ხორციელ თვალს უხილავს ასე რომ ეს მადლი ღვთისა თითოეულ ჩვენთაგანზეა თუ თითოეულ ჩვენთაგანზე ეს მადლია მაშინ პასუხისმგებლობას წავედით წახვედით და მოიმოწაფეთ მთელი ქვეყანა მოციქულთა ვაცს არ გვეუბნება და არ გვადებს მხრებზე უბრალოდ მართალი თავდაბალი ქრისტიანის ვალდებულება გვადებს რომ ჩვენი შეხედვარე სხვა ადამიანები ამბობენ იხილონ კეთილი საქმეები და ადიდებენ მამასა შენსა ზეცათასა და ნუ იესო ქრისტეს რომელმაც ეს მცნობა დავიტოვა არც
ვთქვათ, ეხლა ქადილი გვინდა, რომ მართლმადიდებლები ვართ. ხენ ამყოფით იცნობა. არაფრის მომცემი არ არის, იმიტომ რომ სულისთვის ვიძახდით მართლმადიდებლები ვართ და სხვანაირად კი ვიქცევა. ამიტომ ნურს მომავლავი ლაპარაკები და ნურს ჩვენს თუ კი რამე შევაჩნიეთ. ღვთისმოწამული სიკეთე ნურს ამაზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ვინც ლაპარაკობს განიზარცვა იმათრისა და ბოროტი ხედავს და მერე ზუსტად მის საპირისპირო ნებას მოულეს და მერე უბრალოდ გამოაშკარავდება. ნურს იმას ვიტყვით, რომ შემიძლია თავდაბურვით, მე როგორი ბოროტი ვარ. იმიტომ რომ არა განცადოთ უფალი, მოვუშვებს უფალი მე მართლა ბოროტ განსაცდელს სულს და მაშინ გამოჩნდება, რომ ჩვენ თურმე ისეთები არა ვართ, როგორცაც სხვებს ვაჩვენებთ. ამიტომ ყოველთვის ღვთისმცნობა თუ ჩვენ თვალსა გვექნება, მაშინ ჩვენი ამაღლებაც არ გააყენებს. და როგორია ეს ამაღლება? ვინც ყველაზე თავმდაბალი იყოს, ვინც ბალახზე დაბლად ფიქრობდეს და დადიოდეს, მისი დაცემაც არ იქნება მტკივნეული და დამანგრეველი და მისი ამაღლებაც იქნება დიდებული. მერთმეინებს, აი მოციქულების კი არ დაიჯერა, მოვიდა და ამხილა მაცხოვარმა გულფიცხელობისა და მოციქულობისა, ისე ვართ ჩვენს გულფიცხელობითა და მოციქულობით კარგავთ იმ სასიხარულო უწყობას, როცა რომ შევხვდა გზაზე მოვად და როცა რომ აუწყდა თავისი აღარება ველოსმა და მაინც არ დავიჯერებთ, იმიტომ რომ რაღაცა ეჭვი სანამ ხელით თორმა მოციქულები არ შევეხები და ჩვენ თვალით არ ვეხებათ, მანამდე ჭირს დაჯერება. მაგრამ უფალი ამბობს ჩვენთვის ამბობს ამას. ნეტარი არის ის, ვისაც არ უხილავს, არ მიხილა და ისე სწამს. ესენი ვართ ჩვენ. ამიტომ მე ვცდილობ, რომ შემართებით ჩვენი სულისკვეთება იყოს ქრისტეს ცნებების ერთგულება, ქრისტეს მეგობრობა და მაშინ ღმერთი მათს კურთხევას და წყალობას არ დააყენებს. აგვამაღლებს და სასუფეველში დაგვიგებს. იმ სასუფეველისაც საგზური ამ მიწაზე ჩვენი თავმდაბალი მსახურება და მოქმედება არის სიტყვა, გონება და საქმე. მერტო დაგვიწევ და გავუხაროთ როდესაც დღევანდელ დღესასწაულს. კვირას არის წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ხსენების დღე. ვფიქრობ, რომ ქრისტიანობის წმინდა ნინოს ეკლესიაში დიდი ხანი არ ვიცირავს. ამიტომ კვირას ვცდილობთ იქ. ქრისტიანული ბატონო? ქრისტიანული. დიახ, ქრისტიანული. მადლობა უხავს, მადლობა თქვენ. გულსაც ალბათ კვირას იქნებიან და ქრისტიანობაში ისე გულს გარეთ მომწევდა. თორე ისეთი პატარა ესე თამამად მომწევდა, რჩეთ გახართ იქში გულენად. მაგრამ გარედანაც თქვენი ასე ვთქვათ, კეთილმოვანი გალობა მოსწავლე იქნება. ესე ვფიქრობ, თუ რაიმე ყელი არ შეგვიშალა. ხოლო წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის შემდეგ 4 შაბათი არის დოდო გარიჯელისა და დავით გარიჯელის სცენების დღე. და შემდეგ უკვე დიდი დღესასწაული. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, დამდგენ დღესასწაულებს და მერწყობთ ჩვენი ზეციური მფარველობისა და შუამავარდნებით ჩვენს სულს, გონებას, გულს მისცეს ამაღლებისა წადილი სული, ხოლო ჩვენს სულს წინააღმდეგობა ყოველგვარი ავი განზრახვისა და რუფისათვისა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.